სალამი, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ. გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. Stablecoin-ები ყველგან არიან. ბანკები და ფინანსური გიგანტები, JP Morgan, Mastercard, Visa, Bank of America ერთი მეორეს მიყოლებით უშვებენ საკუთარ stablecoin-ებს. მიზანი მარტივია, გაერთიანონ blockchain-ი და ტრადიციული ფინანსები. Stablecoin-ები კი გამოიყენონ როგორც სანდო ხიდი. მაგრამ არსებობს კითხვა. მართლა სტაბილურია stablecoin-ები თუ არა? დღეს ბაზარზე 200-ზე მეტი stablecoin-ია, მაგრამ ლიდერები მაინც USDT და USDC არიან. ცენტრალიზებული, დოლარზე მიბმული აქტივები. ამასობაში კი ექსპერიმენტები გრძელდება. ახალი ალგორითმული და დეცენტრალიზებული stablecoin-ები ჩნდება, მაგრამ მათი წარმატება და რეალური გამძლეობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ტერას მაგალითი ყველა კრიპტო ინვესტორს ახსოვს. დაპირებული სტაბილურობა, მაღალ მოგებაზე აგებული სისტემა და ბოლოს კოლაფსი. Stablecoin-ები თავისი არსით უსაფრთხო უნდა იყოს, მაგრამ როცა დაპირებები ზედმეტად კარგად ჟღერს, ეს უკვე საფრთხის ნიშანია. ახლა გადავიდეთ ჩვენი კრიპტოსლენგის რუბრიკაზე. დღევანდელი სიტყვა რაგბოლს ეძახიან იმ მომენტს, როცა პროექტი მოულოდნელად ქრება და ინვესტორები ნულით რჩებიან. სიტყვა სიტყვით ქურდობა, კლასიკური პონზი სკამი. ტერას კრახი კრიპტოსამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რაგბულად მიიჩნევა. ახლა კი გადავიდეთ ბიტანიკას სიახლეებზე. მეორე airdrop-ი უკვე განხორციელდა და community-ის წევრებს გადაეცათ 1 მილიონი BTC. წესები მარტივი იყო. პირველიდან 30 აპრილის ჩათვლით მათ უნდა დაეგროვებინათ მინიმუმ 20,000 BTC და სწორედ ამ აქტიურ მონაწილეებს დაერიცხათ ჯილდო. ეს იყო ბიტანიკა შორტ. გამოიწერეთ ჩვენი page-ი, რომ არ გამოგჩნდეს მთავარი მოკლედ.